მოგესალმებით ძვირფასო ქართული MMA-ის გულშემატკივრებო. მეორე რომიო ცენტერაძე და ეს გახლავთ ჩემი YouTube არხი, სადაც თქვენ იმყოფებით ახლა და სანამ დავიწყებთ ვიდეოს, დიდი ხნის წინ შეპირებულ პირველ ვიდეოს, ეგ ჩემს YouTube არხზე, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ, გააზიაროთ და ზოგადად დამეხმაროთ ჩემი პირადი YouTube არხის გაზრდაში. ზოგი თქვენგანი ალბათ მე მიცნობს უკვე Fight podcast-ის YouTube არხიდან, მე და გიორგი სართანიას უკვე წლებია გვაქვს პირველი დამოუკიდებელი MMA არხი ქართულ ენაზე. 200-ზე მეტი ეპიზოდი გვაქვს მაგ არხზე და ვისაც არ გაქვთ გამოწერილი Fight Hop-ი, ასევე გთხოვთ და მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ Fight Hop-ის YouTube არხი. ძალიან მოგეწონებათ, დარწმუნებული ვარ, ვისაც MMA გიყვართ, კონკრეტულად ქართული MMA-ის გულშემატკივრები ხართ, ყველა ძალიან მოგეწონებათ და ამ ბევრი საინტერესო ეპიზოდი და სტუმარი გვყავდა უკვე მანდ. ესე იგი, დიდი ხანია მე უკვე ვსაუბრობ, კიდევ ერთხელ გამეორდები, ვინც ჩვენს ვიდეოებს უყურებს Fight Hop-ზე, ჩემს ლაივებს უყურებს Fight Hop-ის Instagram-ზე. დიდი ხანია, იცით ალბათ, რომ ვამზადებ, იმდენად გჯეროდა ყველას და მეც მათ შორის, რომ ილიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლა გარდაუვალი იყო ჩანიშნისგან, წინასწარ გავამზადე, ძალიან დიდი ზღვა მასალა მქონდა გამზადებული სასაუბრო წინასწარ ბრეიქდაუნისთვის რა. და ისე მოხდა, რომ ეს ბრძოლა არ ჩაინიშნა და ილია გუშინდელი ამბების შემდეგ უკვე ზუსტად ვიცით, რომ იბრძოლებს ივნისში ვაკანტურ სუბუქციონის კამარზე, 155 ფუნტის კამარზე, უკვე ყოფილ ჩემპიონთან, ჩარლს ოლივერასთან. მე ადრე რა ოფიციალურად ეს ბოლო ეპიზოდში თქვი სანამ ეს ბრძოლა ჩაინიშნებოდა, რომ არ ამგონია ოლივერა ნაკლებად სახიფათო იყოს ილიასთვის, ვიდრე ისლამი იყო რა. და ამაზე ვისაუბრებ დღეს. ასევე ვთქვი ის, რომ ჩემი აზრით ოლივერას, ისლამსა და წარუკიანს შორის ყველაზე ნაკლებ ხიფათს მე ილიასთვის ვგრძნობ არმან წარუკიანისგან. და რაც შეეხება ოლივერას და ისლამს, მიუხედავად იმისა, რომ ისლამს ასე თუ ისე ერთი შეხედვით იოლი გამარჯვება აქვს ფინიშით ოლივერასთან, მაინც ხიფათს მე ილიასთვის ისლამსა და ოლივერას შორის ვხედავ 50-50-ზე და მოდი ვისაუბროთ ამაზე დღეს. რახან ჩემი მთელი ეს შრომა საათების განმავლობაში ნაწერი ჩანიშვნების, ნოუთების აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ აღარ დაინიშნა ეგ ბრძოლა ისლამსა და ილიას შორის, მაინც გამოვიყენებ რაღაც მასალებს მაგიდან, მაგრამ ძირითადად ვისაუბრებ ილიასა და ოლივერას შორის დაგეგმილ ბრძოლაზე რა. ესე იგი, მოდი პირველი დავიწყოთ იმით, თუ რატო არის ჩემი აზრით წარუკიანი ამ სამ შორის ყველაზე ნაკლებად სახიფათო ილიასთვის. ხიფათს თუ გავითვალისწინებთ, ხო რა, კიდევ ერთხელ ვიზახი პირველად, მოდი იმაზე შევთანხმდეთ, რომ 2x2 4 არ არის MMA-ში რა. და რახან ისლამმა მოუგო ოლივერას, ეგ იმას არნიშნავს, რომ ოლივერა ნაკლებად სახიფათოა ილიასთვის. იმიტომ რომ ყველა სტილი სხვადასხვანაირად ერწყმის ერთმანეთს და როდესაც ასეთ დონის მებრძოლებთან გვაქვს საქმე, ისლამი ჩემპიონი, ოლივერა ჩემპიონი, ყოფილი ჩემპიონია, მაგრამ ადამიანი ჩემპიონი რო ხდები, სოფლიო ჩემპიონი რო ხდები, მე იმ კამარს როცა კარგავ, ჩემი გადმოსახედიდან ერთხელ ჩემპიონი, ყოველთვის ჩემპიონი, იმას ხო ჩემპიონის მენტალობა და მაინდსეტი აქვს უკვე რა. ესე იგი დავიწყოთ წარუკიანისგან, მოდი, იმიტომ რომ ყველაზე ნაკლები ხიფათი ჩემთვის ისე და ისე გამეორდები მაგისგან მოდის ილიასთვის და მოდი ვთქვათ რატო. ჯერ არის ხიფათი რა, ხიფათს გულისხმობ ზიანის მიყენების, ფინიშის პოტენციალით რა, რა შეუძლია ილიას წინააღმდეგ არმან წარუკიანს. არმან წარუკიანს როგორც ესეთი, არა მარტო ილიას, ზოგადად სხვა მებრძოლების და მოწინააღმდეგეების წინააღმდეგაც არ აქვს
არ უჩვენებია რაღაც დარტყმის განსაკუთრებული ხიფათი ტექნიკა, ანუ აი ამ ელიტარულ დონეზე გულისხმობ, რა თქმა უნდა, ეხლა ვიღაცას ტიპთან, რა თქმა უნდა, სახიფათოა, ყველა პროფესიონალი მებრძოლის სახიფათოა, დარტყმით, რომ საერთოდ არ იცოდეს დარტყმა, ანუ პროფესიონალურ ბრძოლებში UFC-ის დონეზე არ ქონდეს ნოკაუტები და ასე შემდეგ, რაღაც მოუმზადებელ ადამიანებთან ეგენი ყველა სახიფათოები არიან, მაგრამ ელიტარულ დონეზე ვიძახი რა. არმან წარუკიანს ილიასთან თეორიულად არ აქვს მაინდამაინც დიდი შანსი რომ რაღაც ისე დარტყმა განახორციელოს, არც საბმიშენების დიდი პოტენციალს და საშიშროებას ვხედავ. მე აქ უბრალოდ გავითვალისწინოთ ასევე რომ მსჯელობ მოცემული სამხილებიდან, რაც მოხდა წარსულში და რაც გვინახავს უკვე. იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იმსჯელებ რა, რაც გაქვს ნანახი, რაც გვაქვს მასალა, იქიდან გამომდინარე არის ყველა ბრეიქდაუნი სპორტში რა. ასე რომ ისევ და ისევ რაც გვინახავს, მხოლოდ იქიდან გამომდინარე შეგვიძლია ვიმსჯელოთ რა. და აქედან გამომდინარე არ არის არმან წარუკიანისგან არ მოდის არც განსაკუთრებული ხიფათი ნოკაუტის ან რამე ზიანი დგომში, არც საბმიშენების დიდი ხიფათი იქნება, განსაკუთრებით მას თუ გავითვალისწინებთ, რომ ილია თოფურია თვითონ საკმაოდ ძლიერია საბმიშენებში და ალბათ დაცვაშიც მე ესე ვფიქრობ ძლიერია, იმიტომ რომ ბევრი არ გვინახავს ჩვენ ილიასგან არც საბმიშენ თრეტები, არც საბმიშენ დაცვები, ცოტა ძალიან. და ერთადერთი ანუ რასაც ვხედავ მე ხიფათს, ანუ ზიანის დიდ ალბათობას ვერ ვხედავ რა და რაღაც ფინიშის ხიფათს ვერ ვხედავ არმანისგან, აი ამას გულისხმობ პირველ რიგში. ერთადერთი არის ის, რომ არმანი არის ფიზიკურად ძლიერი, კარგად ჭიდაობს, ესე ვთქვათ და კარდიო აქვს კარგი, ხო? ანუ შეუძლია რომ წნეხის ქვეშ ყავდეს მოწინააღმდეგე. აი მის მიღმა ის საშიშროებები, რაც მოდის იგივე ისლამისგან და ოლივერასგან ილიასთვის, დიდ ვერაფერს ვერ ვხედავ არმანისგან რა. ანუ ზოგადად ვიძახი, რა თქმა უნდა, ბრძოლა და ელიტარული დონის მებრძოლები არიან და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ თეორიულად თუ ჩაუჯდებით, ხო? ნუ მე ესე ვხედავ ყოველ შემთხვევაში. ეხლა რაც შეეხება ოლივერასა და ისლამის შედარებას რა. ესე იგი ცოტა რთული დასანახებელია იმ ადამიანისათვის, ვისაც არ უვარჯიშია, არ უბრძოლია და რაღაცები არ უნახავს, ხო? თავისი თვალით ცოცხლად არ გამოუცდია, ცოტა რთული ასახსნელია ის, რასაც ეხლა მე ვაპირებ, მაგრამ მე შევეცდები. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ რეინჯი, ხელის სიგრძე, ოლივერას გაცილებით უფრო გრძელი რეინჯი აქვს, ვიდრე ისლამს. რაც ძალიან რთულია. რაც არ უნდა მაგარი იყო და სულ ილია თოფურიაც რო იყო, მაინც რთულია აი ამ დისტანციის შეკვეცა არის ყოველთვის ძალიან რთული და სახიფათოა ყოველ ჯერზე, ანუ რა ხდება, იცით, როდესაც შეხვალ დისტანციაში, ახლა ილია მაგალითად, როდესაც შევა ოლივერასთან დისტანციაში, უნდა დარჩეს იქ მაქსიმალურად რა. იმიტომ რომ ყოველი გამოსვლა მე ნიშნავს, რომ თავიდან უნდა შეკვეცო დისტანცია და ეს შეკვეცის დისტანციის არის სახიფათო პირველ რიგში ყოველთვის. და მეორე არის რომ დამღლელიც არის რა, ძალიან დამღლელია რა. ოლივერას გაცილებით რომ გრძელი რეინჯი აქვს ვიდრე ისლამს, ეგ ერთი. პლუსი აქ ის არის რომ ოლივერა მემარჯვენეა, ისლამი ცაცია იყო და გაცილებით რთულია ჩემი აზრით ილიასთვის ცაციასთან ბრძოლა. ჯები აბსოლუტურად ნუ თითქმის უფუნქციო ხდება თავიდან ცაციასთან და ესე იქნებოდა ისლამთან, რაც კარგია ოლივერასთან ეგრე არ იქნება. ეგ კარგია რა თქმა უნდა, მაგრამ არის საშიშროება რა თქმა უნდა მუხლის და თან პრობლემა ის არის კიდე რომ ოლივერა გაცილებით მაღალი არის ისლამზე, გრძელი ფეხები აქვს და ანუ ელევაციაც არ ჭირდება დიდად, უბრალოდ რომ აწიოს მუხლი, რომ მაშინ როდესაც ილიას უყვარს და დიფ უყვარს მაგ დროს ფაქტიურად ილია რო ქვემოთ ჩადის, მაგ დროს რომ მაგან ელევაცია გააკეთოს, ფაქტიურად აწევაც არ ჭირდება მაინც და მაინც ფეხის უკვე ილიას თავის დონეზე აქვს მუხლი რა. მუხლი, ფეხი, ასე შემდეგ. ესეც დიდი ხიფათი და პრობლემაა. რაც შეეხება კრიუს თვითონ უშუალოდ ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს ილიას
ყოველთვის როდესაც შეეცდება დისტანციის შეკვეცას, ყოველთვის აი იმას ანიშნავს, რომ აი ჯებით შევა თუ რიცასამარშევი თავის მოძრაობით თუ ფუტვორკით ყოველთვის შეძლებს ამ შეკვეცას რა და როდესაც შედიხარ და როდესაც შენი შესვლის მცდელობა უსარგებლო რა წარუმატებელია, ისე გიწევს გამოსვლა რა დისტანცია, იმიტომ რომ იმის დისტანციაზე ვერ გაჩერდები და გამოსვლის დროს ჩალს აქვს ძალიან სახიფათო ჩეკ მარცხენა ჰუკი, ჩეკ წინა მარცხენა ჰუკი რა, რომელთაც იწყებს ჯგუფს და კომბინაციას და ეგ ძალიან სახიფათო იქნება და საჭირო იქნება ყურადღებით ყოფნა. ასევე არის საბმიშენების საფრთხე. და პრობლემა კიდე იმაშია, რომ ჩარლზ ოლივერას არ ეშინია საბმიშენზე წასვლის. აი ხა მაგალითად MMA-ში არის თქმა ესე იგი, ნუ გააკეთებ სისურელეს და ნუ შეეცდები გილეტინით დაახშო ჩემი მოწინააღმდეგეო რა. იმიტომ რომ გილეტინას როცა აკეთებ გარშლი, შემოვახვე უნდა გარდი მოწინააღმდეგე ზურგზე უნდა დაწვე და უნდა კომიტმენტი უნდა გააკეთო 100% უნდა ჩაერთო ამაში და თუ არ გამოგივიდა, მერე ცუდ სიტუაციაში ხარ უკვე. გილეტინა თუ ჩაგივარდა, დაგერხა რა. მაგრამ ჩარლზ ოლივერა იმდენად დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში გილეტინაშიც კი და აქვს იმდენად საფუძველი ამის, იმიტომ რომ ყველაზე მეტი საბმიშენი აქვს UFC-ის ისტორიაში თუ არ ვცდები. და ბონუსები საბმიშენებისგან რა. თქვათ როცა გადაწყვიტოს გილეტინაზე წასვლა, ჩაერთვება ბოლომდე რა და ყველაფერს ჩადებს ამაში და პრობლემა ხშირად ეს არის, რომ ფსიქოლოგიურად ბრძოლები ზოგჯერ მიდიან გილეტინაზე, რატო? იცი, იმიტომ რომ პანიკაში ვარდებიან, არ იციან რა ქნა უცებს, სხვა იმ მომენტში ვერც ტეიქდაუნი შეაჩერეს, რაღაც ის არ გამოვიდა, თეძოზე გადასვლა არ გამოვიდა და ერთადერთი ჩება გილეტინა, Hail Mary არის რა. უკანასკნელი შანსი არის და პანიკურად მიდიან მაგაზე, აი მაგალითად დასტინ პორიე როცა წავიდა გილეტინაზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან და მე ბევრჯერ თქვა ინტერვიუში, რომ წავედიო თან ჰაფგარდი გავშალეო, ბოლომდე არ გავშალეო გარდიო, ყოველთვის ვინანეფო იმას, რომ ანუ ბოლომდე მაინც გამეშალო, მთლიანად მაინც ანუ როგორ თქვა, მთლიანი კომიტმენტიც არ გავაკეთეო რა გილეტინაზეო რა. და ბარემ ეგ მაინც მექნაო. ანუ დღესდღეობით მებრძოლებს იმდენად ავარჯიშებენ იმაში, რომ გილეტინაზე არ უნდა წავიდეს მთლიანად და ყოველთვის უფრო უნდა შეარიდოს გილეტინაზე წასვლას თავი და არ არის ეგ ხელსაყრელი პოზიცია უკვე დღევანდელ MMA-ში არ ვიძახი 20 წლის წინ რა იყო, დღეს ვიძახი რა. რომ ყველა აკეთებს გილეტინას, როდესაც უკვე სხვა გზა არჩევათ რა. და ჩარლზ ოლივერა გილეტინას აკეთებს, იმიტომ რომ იცის, რომ შეუძლია დაამთავროს და ააფინიშოს. და გილეტინას რატო დაუთმე ამდენი დრო იცით, თუ კი ილია გადაწყვეტს ცოტა ეჭიდაოს ჩარლზ ოლივერას, გილეტინა აუცილებლად იქნება ჩარლზ ოლივერას ერთ-ერთი შეტევის მეთოდი რა. და ის არ გაგიკვირდეთ, რომ შეიძლება ჩარლზი წავიდეს თვითონ შეტევაზე, საჭიდაოდ რა ილიასთან და ეგეც საინტერესო იქნება, როგორ დამთავრდება და გაგრძელდება და დამთავრდება ეგ რა. ეხა ბევრს არ ვილაპარაკებ იმაზე უკვე რა, ეხა უკვე შევადარებ უბრალოდ ოლივერას და ისლამისგან კიდე რა, ანუ ისლამზე არ გვისაუბრია, ისლამიდან ძირითადი საფრთხე იყო, რა თქმა უნდა, მარცხენა ჰაიკიკი, რომელსაც ძალიან კარგად ფლობს ისლამი და არ საიდან უშვებს, ძალიან სწრაფად, თითქოს ბრმა დარტყმას უშვებს, აი ვერც კი ხედავ რა და ძალიან სახიფათოა. და რა თქმა უნდა, მაგისი კედელთან მუშაობა, მაგისი კვანტები, ნუ კარდიო, ფიზიკური ძალა და ესე შემდეგ. მაგრამ დგომში ისლამს აქვს ერთი ძალიან მაგარი მინუსი, რასაც ჩემი აზრით გამოიყენებდა ილია ძალიან მაგრად, ყოველთვის როდესაც მარცხენა ხელს ისვრის, გვერდულად ხო დგას ყოველთვის, ზოგადად MMA-ში არის ექსენი, ყოველთვის როდესაც მარცხენა ხელს ისვრის ისლამი, აკეთებს square ups, ანუ ეს უკანა ესა მხარი მოაქვს წინ და ტოვებს, გამიგეთ? აი მაგალითად თოფურიას თუ დააკვირდებით, როგორ ჩხუბობს მაგის მარჯვენა მხარეს, სანამ მოწინააღმდეგეს კედელთან არ მივიყვანს და იმ მომაკვდინებელ კომბინაციაზე არ გადავა, მაგის მარჯვენა მხარეს ვერც კი ხედავს მოწინააღმდეგე მთელი ბრძოლის განმავლობაში. ყოველთვის გიდგას გვერდულად რა, რაც რა თქმა უნდა ანახევრებს მიზნის ზომას. სად ეხა რო დგას ადამიანი, ხო? და სად ეს? მე არ ვიცი, აი ტაისონი იდგა, მაგალითად სულ ესა და ყველას ანადგურებდა, მაგრამ მაგას ეგეთი სტილი ქონდა ტაისონია. უმეტეს შემთხვევაში ჯობია გადადგე გვერდულად, იმიტომ რომ ანახევრებ
მოწინააღმდეგისთვის სამიზნეს რა. ეგ ერთი. მეორეც ბალანსი უკეთესია მოძრაობაში გიტყობს ხელს ბევრ რაღაცებში წინ და უკან სვლაში. წინ რომ მიდიხარ უკანა ფეხს დააწვევი, შეხვალ შესრიალდები უკან გამოსვლის დროს ერთი ფეხი გჭირდება წინ წასასვლელად, ერთი ფეხი გჭირდება უკან წასასვლელად და ესე შემდეგ. ბევრი რაღაცებია. ისლამი როცა მარცხენა ხელს ისვრის ჩვევა და აქვს, რომ უნდა შემოუვიდეს ბოლომდე და აი ამას ტოვებს და square-ups აკეთებს, წინ გიყურებს და ამ დროს ეს კარგი შანსი იქნებოდა ილიასთვის ჰუკის, პირდაპირ მარჯვენის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ რახან ისლამი ილიას არ ებრძოლება ამ ეტაპზე ეს უკვე ჯეკ დე ლა მადალენას საზრუნავია, რო ეგ გამოიყენოს რა. თლიანობაში ხო? ხიფათი მაინც როგორც მე არ ვიძახი რომ რამდენჯერ მოუგებდა ოლივერა ისლამს ან ისლამი ოლივერას კიდე რო ებრძოლოთ ერთმანეთთან. არ ვიცით ეგ შეიძლება ისლამა 10-დან 10-ჯერ მოუგოს, ხო? მაგრამ სტილისტურად ხიფათი მოდის ორივესგან თანაბრად. მე ამას ვიძახი რა. ხიფათი ძალიან ბევრია ჩარლზის სტილისგანაც და ძალიან ბევრი იყო ისლამისგანაც ილიასთვის რა. ორივე თავისებურად სახიფათოა ილიასთვის. ცალსახად ესე მე ვერ ვიტყვი რა ეს უფრო ადვილი ბრძოლა ვიდრე ეს თქო რა. მით უმეტეს რომ ის ჯაი ჰერბერტის ბრძოლას მე არ ვათვლი, იმიტომ რომ ჯაი ჰერბერტი არ არის ისეთი დონის მებრძოლი რომ რაღაც დებიუტ ლაითვეიჩი რაღაც სოლიდურ დებიუტად ჩაითვალოს, მიუხედავად რომ მანდაც იყო პრობლემები, თუმცა ილია ახლა სხვა მებრძოლია უკვე და აბსოლუტურად სხვა გონება აქვს, ფიზიკურადაც უფრო ძლიერი იქნება, მაგრამ ნუ თლიანობაში მაინც პირველად იბრძვის ელიტარულ დონეზე ლაითვეიჩი სუბუქცონაში და ჩემი აზრით ის რომ ისლამს არ ებრძვის და ჩარლზ ოლივერას ებრძვის, ეგ აგვაძლევს ჩვენი მის საბაბს, რომ აი ამოვისუნ თქო და ვთქვათ, რომ აუ ეს უჭველი 100% ჯიბი არა, ეგრე არ არის რა. არ არის ჩემი აზრით კონცენტრაცია. არა, რა თქმა უნდა, ილია მებრძოლ უნდა მოიგოს და ორივესთან მჯერა რომ აქვს შეუძლია თავისუფლად მოგება ილიას, მაგრამ კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ისლამს არ ვებრძვით და ვებრძვით ჩარლზ ოლივერ არის ძაღლი არის ნამდვილი. აი თუნდაც ის თქვა იმას შევხედოთ, რომ აი მაგალითად მახაჩევს არ უყურს, როდესაც ხელი ხვდება. როგორც კი ხელი ხვდება, აი მაიკანოსთანაც კი, როგორც კი ხელი მოხდა, ეგრევე გადადის ჭიდაობაზე. ავტომატურად მაგის ინსტინქტი ეს არის და ოლივერა რჩება, არსად არ მიდის, დგება და აგრძელებს ბრძოლას რა. არის მებრძოლების კატეგორია, რომელსაც უბრალოდ მოსწონთ ხელი რო ხვდება და მერე იხსნებიან, მერე იწყებენ ბრძოლას. ეგ კარგიც არის და ცუდიც, ხელსაც გვაძლევს, იმიტომ რომ იქ ხელსართულ ბრძოლაში რა მოხდება კაცმა არის ის ეგ ერთი. როდესაც მოწინააღმდეგე არ მიდის, არ ითიშება, ეხლა ილიას დაყრდნობისგან შეიძლება გაითიშოს ჩალსი, ხო? ეგ ვიცით და არ არის გამორიცხული, არავის გარ გაუკვირდება. ამიტომ ეხლა მაგალითად ისლამის რომ მოერწყა ხელი ძლიერად ილიას და ისლამი მერე ჭიდაობაზე გადავიდო და ეგრევე აქ ოლივერა არ გამიკვირდება რომ ხელი რომ მოხდება უფრო ჩაებას ახლო დისტანციაში ბრძოლაში და გააგრძელოს ჩეხაობა ილიასთან და შეიძლება ეს ერთისთვის ან მეორესთვის დამთავრდეს ცუდად რა ნოკაუტით. მაგრამ შეიძლება ეს უფრო აძლევს ხელს ილიას გამიგე ამ შემთხვევაში. არ არის გამორიცხული, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიზახი ხიფათი საფრთხე ორივესგან მოდის ძალიან დიდი. დამიჯერეთ რა. ან არ დამიჯერეთ თქვენი ნება და ბოლოსთვის იმ ძველი ჩემი ნოუთებიდან რაც ჩამოვწერე ილიასა და მახაჩევს შორის ბრძოლაზე შემოვინახე მინდა დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის გითხრათ გელაპარაკოთ აი იმ კომბინაციაზე რომელსაც აკეთებს ილია თავისი მომაკვდინებელი კომბინაცია რაც აქვს თავი ღვიძლი და თავი რა და რითიც თიშავს ძალიან ბევრ მოწინააღმდეგეს მაგრამ როგორ აკეთებს ანუ ეგრე დადგედა ყველა გააკეთო ვარჯიშზე ეს პარტნიორთან ან მეშოქთან გააკეთო ძალიან მარტივია მაგრამ როგორ აკეთებს როდის აკეთებს ილია ამას და როგორ აკეთებს რა ან როგორც წეღავ თქვით ილიას მარჯვენა ბეჭს მოწინააღმდეგე თითქმის ვერ ხედავს ტელევიზორის განმავლობაში გვერდულად დგას ძალიან კარგად და ის რომ ისლამთან რო ებრძოლა ეხა ისლამთან შეიცვლებოდა რაღაცაები რა თქმა უნდა იმიტომ რომ ცაციას როცა ებძვი ჯების ხვანაერია ჰუკის ხვანაერია მარჯვენა ხელით ხვანაერად მიდიხარ ჯობია მარჯვენა ხელით ტანში გაუშვა უფრო ხშირად და ესე შემდეგ იმოძრაო უნდა მარცხნივ და ესე შემდეგ
ამ შემთხვევაში ილია ცოტა სხვანაირად იბრძოლებს ჩარლსთან და ეს ამ კომბინაციის ფუნქციაც უფრო დიდი ხდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მემარჯვენესთან ეს კომბინაცია ილიას რაც უყვარს, უფრო მეტად მოქმედებს რა, უფრო მეტად მუშაობს. მოდი პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მსგავსება რაც არის ჩარლსა და ისლამს შორის კიდე ერთი არის, რომ ორივეს უყვარს ეს ფლამ კლინჩი რა. და ეს ასევე აძლევს ხელს ილიას, არ არის გამორიცხული მისცეს ხელი ილიას, იმიტომ რომ აქ დროს ილიას შეუძლია უბრალოდ ღვიძლში ტანში იმუშაოს ჰუკებით, ან როდესაც ესე ამას ეძახიან ფლამ კლინჩს, რატომღაც არ ვიცი ფლამს რატო ეძახიან, მაგრამ ესე ეძახიან, ესე როცა დაიჭერს, ხო? ან ისლამს რო დაეჭირა, ან ოლივერას კლინჩი, არის შესაძლებლობა აი აქედან, აი ყურძირში პირდაპირ აი ესე რომ იმუშაოს ილიამ ოვერჰენდებით ძალიან დიდი შანსია მან ნოკაუტის რა. ასე რომ ეგ საშიშროება ისლამსაც ელოდა და ოლივერასაც უბრალოდ ესეთი მსგავსება არის მაგათ წილში, აი ეს კლინჩი ორივეს უყვარს. ხოლო რაც შეეხება კერძოდ აი ამ კომბინაციას, ფუტვორკის ხარჯზე და წნეხის ხარჯზე, რომ ანუ უბრალოდ ისე აროს არ აკეთებს თოფურია ამ კომბინაციას, მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც ზურგით არის უკვე მოწინააღმდეგე კედელთან ბოლომდე მისული რა და ზუსტად ამ დროს აკეთებს უკვე პირისპირ ამ დროს დგება მხოლოდ ანუ პირისპირ როგორ იცი აი ბეჭებს ზუსტად ამ დროს უსწორებს მოწინააღმდეგეს რა, მაგრამ ოდნავ აქეთ არის თავის სახელმწიფო პოზიციაში, როგორც კი მიაყენებს კედელთან მოწინააღმდეგეს, აი ესე მიდის წინ ძირითადად, როგორც კი მიაყენებს მოწინააღმდეგეს კედელთან, მხოლოდ შემდეგ აკეთებს როტაციას და მაგ დროს იწყებს კომბინაციას ღვიძლი და თავი რა. და ეს კომბინაცია ძალიან შესაძლებელი ხდება ჩარლსთან იმის გამო, პირველ რიგში რომ ჩარლზი არ არის ცაცია, ჩარლზი არის ასევე მემარჯვენე, როგორც იყო ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. აი ეს მომაკვდინებელი კომბინაციები კიდე ერთხელ შეგახსენებთ, ყოველთვის ხდება. ყველა ნოკაუტი ილია თოფურიასი, რაც კი ყოფილა UFC-ში თუ დააკვირდებით, იყო კედელთან. კედელთან როგორც კი, ანუ ილია თოფურიასგან ყველაზე დიდი საფრთხე გელის, როდესაც კედელთან ხარ ზურგით ახლოს უკვე რა. თუ კი ძალიან მაინტერესებს, თუ კი ოლივერა თქვა კედელთან კედლისგან circle out გააკეთებს, ცენტრს დაიჭერს და კედელთან არ გაჩერდება, როგორ ბრძოლა წავა. ილიასგან კიდევ ველოდები იმას, რომ აუცილებლად იბრძოლებს ტერიტორიისთვის, შეიძლება რომ წნეხში ყავდეს ოლივერა, მიიყვანოს კედელთან და თავისი საფირმო კომბინაცია გააკეთოს რა. ამ წუთისთვის ამ ეტაპისთვის სულ ეს იყო. კიდე ბევრ ვიდეოებს გავაკეთებ, რა თქმა უნდა, მე და გიო ფაითობზე, მეც ცალკე გავაკეთებ ჩემს YouTube არხზე, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მანამდე სანამ გახურდება ეს Fight Camp-ი, Fight Week-ი შემდეგ და ბრძოლის დღე და ნუ საგიჟეთი იქნება, რა თქმა უნდა, გამოიწერეთ ჩემი პირადი YouTube არხი, გამოიწერეთ Fight Hop-ი, გვიყურეთ, დაგვიკომენტარეთ და დაგვეხმარეთ ზრდაში, თუ გაინტერესებთ, თუ გსიამოვნებთ ქართულ MMA-ზე ჩვენი მსჯელობის მოსმენა და ესე შემდეგ. ძალიან გთხოვთ დაგვეხმაროთ, დაგვიდგეთ გვერდში და ჩვენც არ მოგაკლებთ ახალ ვიდეოებს. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და კარგად ბრძანდებოდეთ, ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას. დროებით.